ხელოვნება, კულტურა, სპორტი, განათლება, უცნობი და ნაცნობი ისტორიები, საინტერესო ადამიანები ჯვარის ხმაზე. ჩემი ხმა ისმის აქ, მარიამ შეროსიასთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას, თქვენთვის სტუდიაში მარიამ შეროზია ვმუშაობ. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექიმი თერაპევტი, ჩვენი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი ექიმი, ბატონი გოჩა ლიპარტია. მოგესალმებით ბატონო გოჩა, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და დაგვიწმეთ დრო. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით თქვენ რადიო მსმენელებს და მინდა ყველას წარმატება გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა. რომ დავიწყოთ შორიდან. როგორ და რატომ გადაწყვიტეთ რომ გამხდარიყავით ექიმი? კი, ბავშვობიდან მქონდა ეს ოცნება, მაშინ ვიყავი 6 წლის, როცა დედა პირველად ავად გახდა. გულის პრობლემა ჰქონდა და წამიყვანა სოხუმში. თვითონ მათ რა თქმა უნდა და იქ კარდიოლოგის კონსულტაცია მიიღო და როცა მივედით ამ კარდიოლოგთან, დღესაც მახსოვს იმ კაცის სახელი, ეს იყო ილია კოკაია, რომელსაც სახში მიიღო დედა, არასამუშაო დღე იყო და იმდენად საინტერესოდ გასინჯა, იმდენად საინტერესოდ მოექცა, იმდენად თბილად, რომ იქიდან გამიჩნდა სურვილი, რომ ყოფილიყავი ექიმი და დახმარებოდი პაციენტებს. რანაირად გადადგით რომ მიგეწიათ მიზნი? ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში, სკოლის მერხიდან დაწყებული, ალბათ ინსტიტუტის დამთავრებამდე და დამთავრების შემდეგაც ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული იმისთვის, რომ მიმეღწია ამ მოცნებისთვის, მარტო ჩემი მხრიდან, არა ჩემი მშობლების მხრიდანაც, მათი ძალისხმევა ძალიან დიდი იყო, ძალიან რთულ პერიოდში მომიწია სწავლა, ეს იყო არეულობა, 9 აპრილი, ეგრეთ წოდებული პერესტროიკა, როდესაც გორბაჩოვის პერიოდი იყო და საბჭოთა კავშირი დაიშალა, ზუსტად მაგ პერიოდში დაახლოებით მომიწია სკოლის დამთავრებამ, ჩარიცხვამ და ძალიან რთული პერიოდი გავიარე, მაგრამ მშობლების თანადგომით, ახლობლების თანადგომით მივახცე იმას, რასაც დღეს გოჩა ლიპარტია და მისი ექიმობა ქვია. პირველ ემოციას თუ გაიხსენებთ, როცა გქონდათ უშუალოდ თქვენს პროფესიასთან შეხება და ჩაიჭრით თეთრი ხალათი და პირველ პაციენტთან შეხვედრას თუ გაიხსენებთ. ზოგადად სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროსაც მესამე კურსიდან უკვე კლინიკებში გავდიოდით პრაქტიკულ მეცადინეობის და უნარჩვევების გამომუშავებას, იქაც იყო მორიგეობები, მაგრამ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის პერიოდში პირველი ჩემი მორიგეობა გახდათ ჯვარის ავადმყოფოში, ეს იყო 2021 წლის 18 თებერვალი, როცა პირველად ჩავიცვი ხალათი და გავედი სამსახურში მორიგეობაზე და როცა პირველი პაციენტი შემომიყვანეს, იყო სვანეთიდან, სხვადასხვა ჯაფარიძე გვარად, იყო ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და როცა გაუწიე დახმარება და პაციენტი გახდა კარგად, უკეთესად შეიქმნა და გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მოტივაცია, სიხარულიც, რაღაც დაავადებაზე გამარჯვება და ვინცაც განუცდია მსგავსი განცდა და გრძნობა, დამეთანხმება, რომ როცა იმარჯვებ რაღაც დაავადებაზე, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭერს და აგრეთვე გმატებს თავ დაჯერებულობას. ახალბედა ექიმისთვის ალბათ უფრო გამძაფრებული იყო. განსაკუთრებით. ფაქტორი თუ გქონდათ? შიშის ფაქტორით რა თქმა უნდა მქონდა, მახსოვს როგორ ამიკალკდა ხელი, როცა წნევას უზომავდი და ყველა პარამეტრს ვამოწმებდი, მაგრამ გვერდით ისეთი ძლიერი მედლები მყავდნენ დღეს მორიგეობის დროს, რომ არანაირად არ ყოფილა ის მომენტი, რომ რაღაც ჩავარდებოდა და არ იქნებოდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ყველაფერი იდეალურად დასრულდა და მას შემდეგ, რაც არ უნდა წლები გავიდეს, როცა ზოგადად სიკვდილზე იმარჯვებ, დაავადებაზე იმარჯვებ, ეს ნებისმიერი ექიმისთვის ძალიან სასიამოვნო და ძალიან ესეთი მოტივატორი შემდგომ პაციენტთან მის ავადმყოფობასთან გამკლავების საქმეში. კი ბატონო, დიდი ხანია ხო უკვე რამდენიმე 10 წელია ფაქტიურად ხართ ამ სფეროში. 25 წელი. რას თვლით რომ არის თქვენს პროფესიაში ესეთი განსაკუთრებული ფაქტი, რითაც განსაკუთრებით ამაყობთ? კი, ყველა პროფესია მამაჩემის უმეტყოდა ხოლმე, რომ თავარი არის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში პროფესია კი არაო და იმას რასაც მიაღწევ, ანუ თითოეულ მიღწევაში რამდენად ადამიანური იქნები და რამდენად იქნები
კომუნიკაბელური პაციენტთან და ნებისმიერ ადამიანთან. ის ყოველთვის პრიორიტეტს ანიჭებდა ადამიანობას და ხაზს უსვამდა, რომ აი თუ ადამიანობა არ გექნა, ჩათვალე რომ ყველა ფერი რასაც მიაღწევ არის არაფერი ადამიანობის გარეშე და აქედან გამომდინარე დღესაც ნებისმიერ პაციენტს ისე ვუდგები როგორც საკუთარი ოჯახის წევრს და მთავარ ასე ვთქვათ პრიორიტეტად ამ ამბავში ვანიჭებ უშუალო დამოკიდებულებას და უშუალოობას პაციენტთან, იმიტომ რომ ნებისმიერი პაციენტი რომელიც მოდის ძალიან დაკომპლექსებულია, ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია. ჯერ ერთი რომ მივიდეს ექიმთან უნდა გადაწყვეტოს და ამაზე უნდა იფიქროს, ვაი რომ მივიდე რას მეტყვის ექიმი, რომ მივა ექიმთან მერე რა დიაგნოზს გამოუტანს, ესეც მისთვის სტრესულია, მერე რა გამოკვლევებს დაუნიშნავს, ამ გამოკვლევების შემდეგ რას ეტყვიან, დამატებით კიდე ხო არ ექნება 13 წასასვლელიან დაწყებული ავადმყოფობიდან დასრულებული გამოჯანმრთელებამდე პაციენტი მუდმივად სტრესშია და პირველი რასაც ექიმისგან ელოდება მაქსიმალურად კომუნიკაციის დამყარებას და მაქსიმალურად მისი ტკივილის გათავისებას, რაც აუცილებლად მე პირადად ძალიან მეხმარება პაციენტთან ურთიერთობაში და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვაში და დაავადების მართვაში. და ამიტომ უპირატესობას ვანიჭებ პირველ რიგში პროფესიონალიზმთან ერთად ადამიანობას და ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად გულისხმიერებას და დამოკიდებულებას პაციენტთან. პირველად როცა გადაწყვიტეთ, რომ უნდა შეგექმნათ პოლიკლინიკა, რა იყო ამის ძირითადი მამატივირებელი და როგორ შეძერით? 2021 წელს ჩავიბარე დევნილთა პოლიკლინიკა, სადაც როგორც თქვი ძალიან მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იყო, რაც გადმომცეს ეს იყო დაახლოებით 940 ლარის ინვენტარი და 24 წლის განმავლობაში იმდენი ვიღვაწე ჩემ გუნდთან ერთად, რომ არც ზოგადად როგორ არის იცით, საქართველოში არის აფხაზეთიდან დევნილთა პოლიკლინიკები და მათ შორის არის 14 პოლიკლინიკა შემადგენლობაში აფხაზეთის ჯანდაცვის და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში. ამ 14 პოლიკლინიკაში ერთ-ერთი ლიდერი კლინიკა ვიყავით ჩვენ, მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ აფხაზეთის მთავრობისგან მუდმივად ჰქონდა იმის ხელშეწყობა, რომ ნებისმიერი შემოსავალი რაც გაუჩნდებოდა პოლიკლინიკას, რეინვესტირებულიყო თვითონ პოლიკლინიკის განვითარებაში და ის მოგების თანხა რაც ყოველწლიურად რჩებოდა პოლიკლინიკას სამედიცინო მომსახურეობით, არც ერთი წელი არ გასულა, რომ ეს თანხა მოეთხოვა თუნდაც აფხაზეთის მთავრობას. ყოველთვის გვიტოვებდნენ შიგნით პოლიკლინიკაში, რომ პოლიკლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაუმჯობესებული იყო. ამას ჩვენ ენაზე რეინვესტირება ჰქვია, ანუ მოგების თანხის რეინვესტირებას აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის გეგმაზომიერად და სწორად ახორციელებდა და ატარებდა. ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ პოლიკლინიკა განვითარებულიყო, შევიძინეთ საკუთარი ფართი, სადაც დევნილები იყვნენ განსახლებულები, ამ დევნილებს კომპენსაცია გადაუხადეთ, საჭირო რაც იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი იურიდიულად და ნოტარიულად და კანონმდებლობით როგორც იყო და რანაირადაც. შემდგომ უკვე გერმანიის საელჩო წაგვიდგა ძალიან გვერდში და პირველი გრანტი, რომელიც გერმანიის საელჩოსგან მოვიპოვეთ, ეს იყო 2015 წელს 30,000 евро. ამ გრანტით შევიძინეთ ეხოსკოპიის აპარატი და რამოდენიმე ლაბორატორიული დანადგარი, რამაც მკვეთრად გაუმჯობესა ჩვენი მუშაობის ხარისხიც და ასე ვთქვათ, პოლიკლინიკას გაუჩნდა დამატებითი რესურსი ფინანსური იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წაწეულიყო. შემდგომ უკვე ამას მოყვა მესამე გრანტი სხვა აპარატების და გერმანიის საელჩოსთან ჩამოყალიბდა ძალიან თბილი ურთიერთობა და ჯამში, რაც კი ვიმუშავე 2015-დან 2022 წლამდე, ჯამური გრანტების რაოდენობა შეადგინა 100,000 евро. და ეს 100,000 евро აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენი დაწესებულება ყველაზე წარმატებული გამختارიყო, თამამად შეიძლება ეს ვთქვა, ჩვენს რეგიონში და სწორედ ასეც იყო, ჩვენ აბსოლუტურად ყველა დანადგარი და რესურსი ჰქონდა იმისთვის, რომ ჩვენთან მოსული პაციენტი სხვაგან არ წასულიყო და ადგილზე მიეღო ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, ხარჯ-ეფექტურობიდან გამომდინარე, დროის დანაკარგვის, ფინანსური რესურსის დანაკარგვის გარეშე ადგილზე მიეღო სამედიცინო მომსახურება, ის მომსახურება, რაც სტანდარტით შეესაბამებოდა ევროპული ქვეყნების მომსახურებას. დღეს ხელმძღვანელობთ ჯვარის საოჯახო კლინიკას. როგორ იქმნებოდა ეს კლინიკა და რა სერვისებს თავაზობს დღეს მოსახლეობას? 2023 წლის 30 მაისს რაღაც გარკვეული და გაურკვეველი ვითარების გამო მომიწია იმ ძველი კლინიკის დატოვებამ,
ეს ძალიან გახმაურებული ფაქტი იყო იმ 2023 წელს. მინდა შემთხვევით ვისარგებლობა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო და გადაუხადო ჩვენი ჯვარის მოსახლეობას, არა მარტო ადგილობრივის, არამედ დევნილ მოსახლეობას, რომელმაც არნახული გვერდში დგომა და ერთიანობის მაგალითი მიჩვენა და ვფიქრობ ხოლმე და ყოველთვის მეუბნებია, რომ შენ შრომას ფუჭად არ ჩაულიაო. იმ პერიოდში, როცა რაღაც არასამართლიანად მომექცნენ, ხალხის თანადგომა იყო უმაღლეს პიკზე და მე მადლობას ვუხდი თითოეული ადამიანს, ვინც მაგ პერიოდში გვერდში დამიდგა. რაც შეეხება ამ კლინიკას, როგორც კი ის კლინიკა დავტოვე და დამატოვებინეს, ასე ვთქვათ, ჭყალებში რო ვთქვათ, გუნდმაც სოლიდარობა გამომიცხადა და 19 თანამშრომლიდან ჩემთან ერთად იმ კლინიკიდან წამოვიდა 17 თანამშრომელი. მას შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეხსნა ახალი ფართი, სადაც შევძლებდით კიდევ უკეთესად მომსახურებოდით მოსახლეობას და აბერსის დამფუძნებელთან, ბატონ კურტანიძესთან, პატრა კურტანიძესთან ჰქონდა აუდიენცია, რომელსაც აუხსენით ყველაფერი, როგორ მოვედით აქამდე, როგორი სიტუაციით, რომ გუნდური მუშაობის პრინციპით ვიმუშავე და ამის ნათელი მაგალითი ის იყო, რომ ჩემი წამოსვლის შემდეგ 17 თანამშრომელი ჩვენთან ერთად წამოვიდა. მან ის შეკვიდა, რომ დაგვეხმარებოდა და ზუსტად 7 დღეში დაიწყო ჩვენ შორის ურთიერთობა. ჩადო უდიდესი ფინანსური რესურსი კლინიკის შექმნაში და მთელი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო ყველა სპეციალისტებით, გამთავსდით აბერსის მიერ შემოთავაზებულ ფართში, სადაც აბერსმა სრულად აღჭურვა ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და დღეს ჩვენი გუნდი განახლებულ სივრცეში, განახლებული ინფრასტრუქტურით, ისევ კვალიფიციურად და მაღალხარისხიანად აწვდის სამედიცინო სერვისს ჯვარისა და მიმდებარე სოფლის მოსახლეობას. რა სერვისებს თავაზობს დღეს მოსახლეობას, რომ იცოდნენ, იქნება გვისმენს ვიღაც ისეთი, ვისაც არ აქვს ინფორმაცია ამის შესახებ? ჩვენთან მოგეხსენებათ, რომ ზოგადად სამედიცინო სფეროში დღეს ვიწრო სპეციალისტების ძალიან დიდი დეფიციტია. რამოდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა დეფიციტური სპეციალობების ნუსხაც, სხვათა შორის და ჩვენთანაც გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალისტები ძალიან მწირია დასავლეთ საქართველოში, გვიწევს მოწვეული სპეციალისტების განრიგის შექმნა კვირაში ერთი დღით, ან ორ კვირაში ერთი დღით ჩამოდიან ჩვენთან და თითქმის ყველა სპეციალობის ექიმი მორიგეობით მუშაობს ჩვენს კლინიკაში. შესაბამისი ინფორმაცია იდება ჩვენი კლინიკის გვერდზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს თუ რომელი სპეციალისტი რომელ დღეს იქნება, რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, დღეს ადგილზე ერთ სივრცეში, ერთ დღეში კეთდება 120 დასახელების სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევა, ისე რომ პაციენტს განმეორებით მოსვლა, ან 3 დღით ლოდინი, ან 2 დღით ლოდინი, ან რაღაც კვირეებით ლოდინი არ უწევს და ეს დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი კომფორტია აქაური მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, გვაქვს აგრეთვე ეხოსკოპიური კვლევის აპარატი, სადაც კეთდება ულტრაბგერითი კვლევები და კვლევა კეთდება ყველა მიმართულებით, დაწყებული სარძოჯი ჯგრის პათოლოგიით, საშვილოსნო და მუცლის ორგანოების, ასევე კეთდება თავის ტვინის სიზარღვების დოპლეროგრაფია, გვაქვს 24 საათიანი ჰოლტერ მომსახურება, რომლითაც რითმის ზარღვების სხვადასხვა მიზეზებს ვადგენთ, ყავს არაჩვეულებრივი კარდიოლოგი და რაც თავარია ჩვენი მიღწევა ის არის, რომ გვაქვს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კაბინეტი, რომელიც დილის 9 საათიდან 6 საათამდე ჩვეულად მუშაობს და შემდგომ 6 საათის შემდეგ შეგიძლიათ გამოძახებით ისარგებლოთ და ადგილზე მოგემსახურებიან კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ექიმის, ლაბორანტისა და მედიის შემადგენლობით. მომართვიანობა რამდენად მაღალია და მომართვიანობა კი დღევანდელი გამოსახედიდან რაც გავიხსენით ჯამში მოგმართა ახლა ვეგეპრით ბოლო 2021 პაციენტმა და მეწონეთ ეს კერძო კლინიკისთვის არის ისეთი პატარა ქალაქისთვის, როგორც ჯვარია, ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გამოუცადო ჩვენ პაციენტებს დობისთვის, იმისთვის, რომ ისინი გვამბობენ თავიანთ ჯანმრთელობას ჩვენ. რა არის ის უპირატესობები, რადგან თვლით, რომ განგასხვავებთ სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან?
დიახ, ჩვენი უპირატესობა ის გახლავთ, რომ პირველ რიგში როგორც კი შემოვა პაციენტი, სახელით სპეციალურად შეურჩიეთ, ამიტომ ჯვარის საოჯახო კლინიკა, აქ არის ოჯახური გარემო, ნებისმიერი პაციენტი ან პაციენტის მომყოლი ადამიანი, ვინც შემოვა კლინიკაში, ყველა არნიშნავს აქ მომუშავე პერსონალის კეთილგანწყობას მათ მიმართ, სითბოს, სიყვარულს და რაც მთავარია, გუნდი ზრუნავს მუდმივად პროფესიულ ზრდაზე და ყველა ოჯახი და ასევე ნებისმიერი დაწესებულება ამაყობს თავისი შექმნილი ასე ვთქვათ საქმეები და გაკეთებული საქმეებით, როგორც ოჯახში აუცილებელია ნებისმიერ ოჯახში იყოს სამზარეულო კარგი, ისე ნებისმიერი კლინიკისთვის აუცილებელია იყოს ლაბორატორია ძალიან გამართული. ფაქტიურად ლაბორატორია არის ჩვენი კლინიკის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე, სადაც მუდმივად ზრუნავთ ნებისმიერი ანალიზის ხარისხზე, სანდოობაზე და ამას აკონტროლებს სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც გარეხარისხით და ასევე შიდა ხარისხის კონტროლით დავნერგეთ უკვე და აქტიურ ფაზაშია სხვათა შორის ეს შიდა ხარისხის კონტროლი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ყოველ დილით ნებისმიერი ის ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც შემოტანილია და ასრულებს გამოკვლევებს, ყოველდილით მოწმდება თუ როგორი ხარისხით მუშაობს და ეს ყველაფერი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში და ეს ყველაფერი შემდგომ ინტერნეტით და ონლაინ რა ქვია მაგათ პლატფორმით გადაეცემა ხარისხის სამსახურს, რომელიც თითოეულ მაჩვენებელს უყურებს, აი როგორც მიკროსკოპში უყურებენ ამა თუ იმ მასალას საკვლევს. ანუ ჩვენთვის პრიორიტეტულად და ძალიან მნიშვნელოვანია ლაბორატორიული გამართული ლაბორატორიის გამართული მუშაობა, იმიტომ რომ ფაქტიურად ამაზე ვამყარებთ საფუძველს დიაგნოზისას და მკურნალობის მართვის პროცესშიც ლაბორატორიული კვლევები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტის გამოჯანმრთელებაში. თქვენ აღნიშნეთ, რომ მოწვეული ექიმები გყავთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გყავდათ ასევე მოწვეული ამერიკაში მოღვაწე ექიმი ლაშა გოგოხია, რომელმაც ასევე ვიცით, რომ უფასო კონსულტაციები ჩაატარა და ამაზე გვინდა გვესაუბროთ და კიდევ დამატებით თუ გეგმავთ მსგავსი, ესე ვთქვათ, შეხვედრების დაგეგმვას. კი, აუცილებლად. მე პირველ რიგში მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენს ასე ვთქვათ, არა მარტო ჩვენს, არამედ მთელი ჯვარელების და არა მარტო ჯვარელების იმედს ბატონ ლაშა გოგოხია ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ის არც ერთ ზაფხულს არ ტოვებს ჯვარის მოსახლეობას უყურადღებოდ, ჩამოდის თავისი სამოღვაწეო ქალაქიდან, ქვეყნიდან, ძალიან დიდ მანძილს გადის იმისთვის, რომ ჩამოვიდეს მშობლიურ ქალაქში და მშობლიური ქალაქის მოსახლეობას გაუწიოს ძალიან მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. გეტყვით, რომ იყო 15 და 16 ივლისს ბატონი ლაშა ჩვენთან სტუმრობდა, ღებულობდა პაციენტებს და ჯამში მიიღო 84 პაციენტი. ნაცვალებისა დაგეგმილი ჰქონდა, რომ უნდა ყოფილიყო 50, მაგრამ ვინც კი მოდიოდა, არავის არ უშვებდა. იმდანაც კეთილშობილი ადამიანია და ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტი იყო. თითქმის უმრავლესობა კმაყოფილებას გამოხატავდა. რაც შეეხება შემდგომ ის გეგმებს, ის მომავალშიც ყოველ ზაფხულს გითხარით, რომ ჩამოდის და მომავალ ზაფხულსაც აპირებს ჩამოსვლას და მომავალ ზაფხულსაც იგივე უფასო მოსახურეობას გაუწევს ჩვენი ჯვარის და არა მარტო ჯვარის მოსახლეობას. რაც შეეხება კლინიკის გეგმებს, იგეგმება ისეთი სპეციალისტების ჩამოყვანა, რომელიც რეგიონისთვის არის ძალიან დეფიციტური და პაციენტებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ასეთი სპეციალობებია ნეიროქირურგი, ასეთი სპეციალობა ანგიოლოგი, ასეთი სპეციალობა უროლოგი. და აი ამ მიმართულებითაც კლინიკის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობა მუშაობს, რომ ეს სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ და თუ არა უფასოდ რაღაც შეღავათიან ფასში შეძლოს ჯვარის მოსახლეობამ და მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ ჩაიტაროს ამ სპეციალისტების კონსულტაცია. ამჟამად რა არის ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემა, რითაც უმეტესად მოგმართავენ? კი, ყველაზე ხშირი და ძალიან ესეთი არა მარტო ჩვენთან, არამედ სოფლიოში გულსიზარდო დაავადებებია. უპირველეს ადგილს იკავებს ჰიპერტონული დაავადება, ანუ არტერიული ჰიპერტენზია, რომლითაც ჩვენთან მოსული 2025 პაციენტიდან ალბათ 60% ამ
მაღალი წნევის ციფრებს უჩივის. შემდგომ შეიძლება დავყოთ მეორე ადგილზე სახსროვანი პათოლოგიები, შემდგომ უკვე საჭესმონებრივი ტრაქტის დაავადებები და ძალიან ასე ვთქვათ წამოვიდა ისეთი დაავადებები, როგორიც არის დ-ვიტამინის დეფიციტი. ამასაც გარკვეული ახსნა აქვს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, ვინც კი მომსახურეა და საჯარო სამსახურშია, უწევს დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე სამსახურში ყოფნა, მზეზე ნაკლებ დროს ატარებენ და მოგეხსენებათ, რომ დ-ვიტამინი სწორედ კანის და კანქვეშა ქსოვილში, ასე ვთქვათ, წარმოიქმნება და შემდგომ ვითარნის აღქმებას გამომშავდება დ-ვიტამინი და სწორედ ამან შეიძლება გამოიწვია ის ფაქტი, რომ მომსახურე პერსონალში ძალიან მძლავრობს დ-ვიტამინის დეფიციტი და ეს დაავადებაც წინა პლანზე წამოვიდა. მერე დიაბეტი და სიმსუქნე, პრედიაბეტი ერთ-ერთი პრობლემა არა მარტო ჯვარის მოსახლეობის, არამედ მედიცინის და მსოფლიო მედიცინის, იმიტომ რომ სწრაფი კვების ობიექტებში სენაჯერი ნახშირწყლებით ხდება გაჯერებული საკვების მიღება და ეს პირდაპირ პროპორციულია და პირდაპირ აისახება ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებაზე და მკვეთრ წონის მატებაზე ადინამიასთან ერთად. ამიტომ ის დაავადებები, რომელიც ახლა ჩამოვთვალე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში და ისე ჩვენთანაც, აი ესეთი პრიორიტეტების სახით დავყოფთ, ჯერ მოდის არტერიული ჰიპერტენზია, მერე მოდის თქვათ რევმატული დაავადებები, კურშაწყალების დაავადებები და დიაბეტთან ასოცირებული პრობლემები. პრევენციისთვის რას ურჩევთ მოსახლეობას? პრევენციისთვის აუცილებელია პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, აუცილებლად ჯანსაღი კვება, კვების რაციონის შეცვლა მაქსიმალურად, ზედმეტი ცხიმიანი, ზედმეტად ასე ვთქვათ, ცხოველური ცხიმის მაქსიმალური შეზღუდვა, მეტი წილი მცენარეული და ბოსტნეული პროდუქტებით კვება, მეტი წილი სუფთა ჰაერზე ვარჯიში, იმიტომ რომ ქალების უმრავლესობა, ვინც ქალბატონების უმრავლესობა, ვინც ჩვენ კლინიკაში მოდის და წარმოადგენს სხვა სახის ჩივილს, რო ჩავეკითხებით და თუ ძალიან ასე ვთქვათ, ჩაუღმავდებით კითხვების მიცემის დროს საუბარში, უმრავლესობას აქვს ქვედაყიდულების ვენური უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემები და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისაც არის თვითონ ქალბატონების ცხოვრების სტილი. უმრავლესობას უწევს ძალიან დიდი ტრანსფერზე დგომა, ამჟამად მდგომარეობა და ნაკლები მოძრაობა და ეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია ვენური დაავადებების და შემდგომი პრობლემების, რაც ახლავს ამ დაავადებას. სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით რას გვეტყოდით? სეზონურ დაავადებებთან კი სეზონურადაც გვაქვს ჩვენს პერიოდები, როცა ზედასამსხვრისძების რესპირატორული ვირუსული დაავადებები ჭარბობს, ეს არის განსაკუთრებით ოქტომბრიდან თებერვლის რიცხვამდე, როცა ტალღოვნად მიმდინარეობს ოქტომბრის პირველ ორ კვირაში იმატებს მაჩვენებელი გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების, იმატებს დეკემბერში, შემდგომ ნელა ცხრება და ისევ თებერვალ-მარტის თვეში ისევ ასე ვთქვათ შემთხვევების რაოდენობა მატულობს. რაც შეეხება ზაფხულში მოგეხსენებათ, რომ მიგრაცია ქალაქიდან სოფლად უფრო დიდია, მეტი წილი მოსახლეობის ზღვაზე, ზღვის კურორტებზე ისვენებს და სოფლებში მდინარეებზე ხდება, ასე ვთქვათ, მეტი დროის ტარება. აქვე ხდება ისეთი ფუჭებადი პროდუქტების წაღება ზღვის პირას და მდინარის პირას, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე ხშირად არის კვებით ინტოქსიკაციები, ენტეროვირუსები და მსგავსი ჩივილებით პაციენტების მომართვიანობა ძალიან გახშირებულია ჩვენს კლინიკაში. კი ბატონო, და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რასაც მისცემდით მოსახლეობას, აი რომელიც მთავარია, რომ ყველამ აუცილებლად გაითვალისწინოს. აუცილებელია, რომ თითოეულმა ადამიანმა მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარ ჯანმრთელობას, აუცილებლად ქალბატონებს მინდა მიმართო, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს ძალიან ბევრი პრევენციული სკრინინგული პროგრამები, როგორიცაც ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსო წყლის სკრინინგი, სხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი და მამაკაცებში პროსტატის კიბოს სკრინინგი. ეს ის 4 ჯგუფია დაავადებების, რომლებიც ძალიან მასიურად ხშირად ხდება ონკოლოგიაში, განსაკუთრებით ქალბატონებში მატულობს სარძევი სიმსივნეები და საშვილოსო წყლის სიმსივნეები და სახელმწიფოს აქვს პროგრამები უცხოელი დონორებისგან
დახმარებით შემუშავებული, სადაც ნებისმიერ ქალბატონს ასაკთან მიმართებაში, ეს იქნება 25-დან 60 წლამდე და 50-დან 70 წლამდე, შეუძლია სკრინინგული პროგრამების ჩატარება. ეს აუცილებელია, ძალიან ბევრ ქალბატონს აქვს შიში, ვაი რომ მივალ რაც მეტყვიან, ხო არ იქნება კიბოს მეოთხე სტადია, ეს რომ ითხრან მე როგორ ვიცოცხლო, არა, მერწუნეთ ჯობია ნაადრევად გამოვლენილი დაავადების თავიდანვე მოგერიება თავისუფლად შეიძლება, ამიტომ ეს პრევენციული სკრინინგული პროგრამები მიმართულია იმისთვის, რომ დროულად მოხდეს კიბოს ამოცნობა, რომ მეოთხე, მესამე სტადიაზეც დღეს სიმსივნე თითქმის არის განკურნებადი. საკუთარ მაგალითზეც ვიცი ოჯახის წევრებიდან, რაც შეეხება შორს წასულფორმას, იქ უკვე ვერ უშველი და სავალალო შედეგი სრულდება და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება თქვენი მსმენელის მიმართ, მათი დედების, მათი დეების, ქალბატონების ყველას მიმართ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ სახელმწიფოსგან დაწერილი ყველა ის სარგებელი, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ჯანსაღი კვებით ვიკვებოთ, ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვროთ და პრობლემების ნაკლები იქნება. ბატონო კოჩა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ძირითადად არის კადრების პრობლემა და უმეტესად გიწევთ ჩამოყვანა. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ნელ-ნელა ეს პრობლემა და როგორ შეიძლება რომ ახალი თაობა დაინტერესდეს თქვენი პროფესიით? მაშინ ეს ძალიან ასე ვთქვათ გლობალური პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ რეგიონში ანაზღაურება სწორად გამიგეთ ყველა ვინც მუშაობს, იმისთვის მუშაობს რომ რაღაც ოჯახში შეიტანოს, რაღაც შვილებს ასარგებლოს, რაღაცა საკუთარ თავსაც მიანიჭოს სიამოვნება, მაგრამ ეს შესაძლებლობა რეგიონში მეტნაკლებად დაბალია და სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ყველა ახალდამთავრებულ ექიმს, რომელიც ამთავრებს რეზიდენტურის კურსს, 3 წლიანს თუ სასწავლო კურსს, აუცილებლად შეუქმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ რეგიონში დაბრუნდეს და რეგიონში განახორციელოს საქმიანობა. ყველა ვინც ამთავრებს, ანუ ცხვეეთში მიდის, ან დედაქალაქში რჩება, იმიტომ რომ დედაქალაქში მეტია მოსახლეობა, შესაბამისად კლინიკებიც მეტია, მათთან მმართველობაც მეტია, იქ მომუშავე პერსონალიც ანაზღაურებაც შესაბამისად უფრო მეტია და ნებისმიერ ახალგაზრდას იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს პირადი და ოჯახის წევრების, ასე ვთქვათ, მოთხოვნები, ეძებს უკეთეს სამსახურს და ნაკლებად სურს ისეთ რეგიონში თუნდაც საკუთარ ქალაქში ჩავიდეს და იქ ემსახუროს, ვინაიდან იქ ანაზღაურება იმდენად მაღალი არ არის, როგორც დიდ ქალაქში. შესაბამისად, აუცილებლად სახელმწიფომ უნდა გადადგას, მე ვფიქრობ, ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა ახალდამთავრებულის ინტეგრაცია იმ რეგიონში, იმ კუთხეში, საიდანაც არის, რომ გადინება პროფესიების და შემდგომი დეფიციტი ამა თუ იმ სპეციალობების რეგიონში ნაკლები იყოს ან საერთოდ აღმოიფხვრას. თქვენ როგორც გამოცდილი ექიმი, იმ ახალგაზრდებს რას ეტყოდით, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში? კი, სულ რაღაც 20-ოდე დღის უკან იყო ეროვნული გამოცდები, ყველას ვინც წარმატებით ჩააბარა და ასე ვთქვათ, მომავალში აპირებს, მომავალში კი არა უკვე დიდ ნაბიჯებს დგამს პროფესიული კუთხის განვითარების სტუდენტობის აი არაჩვეულებრივ წლებში შებიჯებას, უსურვებ ძალიან დიდ წარმატებას, ურჩევდი რას, აუცილებლად შრომას, იმიტომ რომ შრომას, მიზანდასახულობას, პრინციპულ მიდგომას, სიბეჯითეს, ეს ის 4 კრიტერიუმია, რომელსაც აუცილებლად მივყევართ უდიდეს წარმატებამდე და მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ქალიშვილიც არის, მასაც უსურვებ წარმატებას და მასაც სულ ვეუბნები, რომ ყოველთვის ვიხსენიებ დავით გურამიშვილის იმიდან სწავლა-მოსწავლეთადან სწავლის ძირი მწარე არის კენწოროში გატყილდების. ნამდვილად სწავლა ადვილი არ არის, მე არ ვაშინებ არც ერთ თქვენ მსმენელს, ვინც სტუდენტი გახდა და გახდება ამ დღეებში, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ თვით რეალიზება მოახდინონ თავიანთი ცოდნის, რომ თავი დაიმკვიდრონ მომავალ ჩვენს ქვეყანაში და იმ სპეციალობაში, რომელშიც აპირებენ თავიანთი ძალების მოსინჯვას, აუცილებელია რომ ისწავლონ იმისთვის, რომ დაიმკვიდრონ თავი, იმიტომ რომ თვით რეალიზება მოახდინონ და საინტერესო გახადონ თავიანთი ცხოვრება. სხვანაირად შრომის მოყვარეობის მიზანდასახულობის გარეშე ეს მიუღწევადია.
ჩვენ აქვე მოგილოცავთ თქვენი ქალიშვილის წარმატებებს. ეს იყო მადლობა. ექიმი მამის გადაწყვეტილება თუ მისი სურვილი რომ გამხდარიყო, დამდგარიყო მამის მე კვალზე. ნამდვილად პირველ გამოცდაზე გასვლამდე ვეუბნებოდი შვილო ხო არ გადავიფიქროთ, იმდენად რთულია ჩვენი პროფესია, იმდენად საშრომოა რომ მეწოდებოდა ამ შრომისთვის და ამ წვალებისთვის, მაგრამ თვითონ უნდოდა სურვილი ჰქონდა და თავისი გადაწყვეტილება იყო, მისი გადაწყვეტილება ჩემთვის პატივსაცემია, იმიტომ რომ ყველა ირჩევს იმას, რასაც უნდა და ნებისმიერი ადამიანის არჩევანს, თუ გინდა პროფესიული კუთხით, თუ გინდა ცხოვრების სტილით, თუ გიყვარს ადამიანი, მის არჩევანსაც პატივი უნდა ვცეთ. გამომდინარე აქედან თვითონ უნდოდა და მეც იზღადამცინია, ხელი შეუწყო და ხელი მოუმართო იმ საქმეში, რა საქმესაც მოკიდა ხელი. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ თქვენს ჯვარის საოჯახო კლინიკასაც, თქვენს პერსონალთან ერთად. გისურვებთ ბევრ მადლიერ პაციენტს. ჩვენს მსმენელებს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ექიმი თერაპევტი გოჩელი პარტია, თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას და თქვენთვის მარიამ შეროზია მუშაობდი მომავალ შეხვედრამდე.